სალამი ძმებო, გამოვიდა დათარსულების მეცხრე სერია, მეოთხე სეზონის დიდხნიანი ლოდინის შემდეგ და ვიცი რომ თქვენს გულით ელოდებით ჩემს რეაქცს. ამიტომ თანამყურებას დაიწყებთ, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ შემოქმედის არხი და აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს ჩვენი ახალი შაკმენას არხის შესახებ, რათა ბევრმა არ იცის ამ არხის შესახებ და ბევრი მიწეს ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ მალევე ვარეაქტებ ეპიზოდებს, ბევრი მიწეს რატო არ არეაქტებო, იმიტომ რომ არ აქვთ ინფორმაცია, ამიტომ გაუზიარეთ ერთმანეთ ხოლმე იქნება. ახლა კი წავედით, ნახოთ. ვატყვა ერთი. ვატყვა ორი. ფეხბურთის მეფე, ორი კარპე, ჯამტელეკიაშვილი. რა ჩაუხსნა? მიხატავებით ბიჭო, გაიოს რამ გადაგრია რა იყო ერთი გოლი გაუშვი. არ გაუშვებ. გამომივიდა აქ მამარდაშვილი, არა და რა ოცნებებში ვიყავი. მოკლედ ყველაფერი პაჭოს ბრალია, დაცვაში ისე თამაშობს, კარგად ვეღარ ვურტყამ მერე. ხო და ფეხები უნდა მოტეხოთ რა, მე მელაპარაკები იდიოტო. ვიცი, ძალიან ადვილია თქვენთან მეკარეობა, ფაქტიურად საქმე არ მაქვს. ხო? ზედმეტი ყურა მოგდის გაიოს. სერიოზულად ვამბობ, ძალიან სუსტები ხართ. აგერ აი ჰარმონიკას დაუკრავ და ისე ვიმეკარებებ თუ გინდა. ჯერ ხო ისე რაც ლუზერი იყო და ახლა ჰარმონიკა დაითრია. რამე ეშველება ბიჭს? ოლიკამ. ერთი გოლი. ვერ გამიტანა. ვახ, გაიოს. კარგად ხარ ბიჭო? გაიოს, ჰარმონიკა სადაა? რომ იხლაპა. იმხელა რაღაც როგორ გადაგეყლება ბიჭო. გაიოს. ხო. რა ბრიქვია ბიჭო? პოლიკ მიძვი რა. ეს უკვე მეტის მეტია. აუ, მოვიდა. ფეხბურთის როა ახლა კატაკლიზმა სამივე ნივთი აქვს უკვე. აუ ხო შევწუხდით ამ კატაკლიზმით რა. დროზე გამომყევით და სულ ადგილას უნდა ვიყოთ და გეგმა დავსახოთ. ბურთი აგორავებინი, ამათ მეტი არაფერი არ უნდათ. იცოდე ამაზე რომ ვინმე რამე გაიგოს? თქვენ ხომარობთ ფეხბურთს ბატონო მაჯიკა? მე მოხდა ბურთი თავში ძლიერა თუ გაიოს ჰარმონიკა გადაეყლაპა. ცოტა ორივე იყო. ჯოჯოხეთიო? არ ვიცი, აიტრება მოიწვიეს ჯოჯოხეთში, ეს თუ ვინმეს რამე ადგილი უკავია, აქ მნიშვნელოვანიო, ყველა მოდითო და ლუციფერი ჯოჯოჯოჯო. ვინ გაბედა ჩემი კრებაზე გამოძახება? პაპაპაპაპა. დედა. მე გავბედე. მე ფუკუნდუსია. ფუკუნდუსია, მე თვითონ ვერ ვიტყვი? ბოდიში. მე ფუკუნდუსი ხარ, პაპაპაპა, ვიცით ხო? ამჯერად ზედმეტად სწრაფად გაცოცხლდი, მაგრამ მაინც ვერ ხვდები. ჩემ კრებაზე გამოძახება როგორ გაბედე? პაპაპაპაპა. იმ დიდ თავიან ბავშვს, რომ შენთვის სახე არ გაეძრო. დღე-დღეზე მე თვითონ მოგხედავდი. გონია დამავიწყდა რევოლუციის მოწყობა რომ გინდოდა? პაპაპაპა. ამჯერად ყველაფერი შეიცვალა. მე აქ ყველაზე ძლიერი არსება ვარ. აი მაგ ძუძუს თავებს გაფიცებ არ გინდა რა? რასელში ჩემ ძუძუს თავებს? რამე ჭირს და არ ვიცი? არა კაცო, მშვენიერი ძუძუს თავებია. ძალიან კარგი, ვიღაცები ძალიან გონორზე ხართ. ხო, ვიღაცები. ამიტომაც მოდი რაღაცას გაჩვენებთ. არც ისე დიდი ხნის წინ, ჩემმა გაშლილმა ნაწილაკებმა კვლავ დაიწყეს აღდგენა. როცა დაუბრუნდი და გავცოცხლდი, აღმოვაჩინე რომ კატაკლიზმა თურმე ლეგენდარულ ნივთებს აგროვებდა. რა გააკეთე? ჩემი ერთგული ბუშტი კარგად დამეხმარა. მე რომ გავცოცხლდი, კლიზმას უკვე ორი ნივთი ჰქონდა. ორივე წავართვი. ზვიგენის ხორხის საშუალებით ბუშტით არსულაში გავგზავნე და მესამე ნივთიც ჩავიგდე ხელში. ტყუილია, პაპაპაპა. სიმართლის ზარი. ზვიგენის ხორხი. უტრუკაცია. მათი გაერთიანების შემდეგ კი კატაკლიზმას ძალა ჩემია. მე ფუკუნდუსი ხარ კი? ასეთი ძლიერი არასდროს ვყოფილვარ. ჩემს მოქნეულ ხელს სამყაროების გარღვევას კი შეუძლია. არა გაგვთ ბიჭო რაული ვარ ყარაყაული. რომ შენ
რაული ვარ ხანალაურიო თუ რა ვარო. თან ბრძოლის საჭიროებას ვეღარ ვხედავ ლუციფერ. რატომ უნდა დავიწყო ომი და ჯოჯოხეთის ჯარის უდიდესი ნაწილი გავანადგურო? სჯობს გონს მოხვიდე და ძალაუფლება მე გადმომილოცო. მალე თარსულას ჰაერში ავწევ და წყევლასაც დავიბრუნებ. ამის შემდეგ კი დედამიწის კი არა განზომილებების დაპყრობასაც კი შევძლებ. თავს ემოძალა არა. კარგი, შენ გაიმარჯვე. უღონდ ერთ რამეს გირჩევ. დედამიწის მოსასპობად რომ წახვალ ის დიდთავიანი ბავშვი აღარ მოკლა. რატომ? იმიტომ რომ აქ მოხვდება და მაგის ნერვები აქ არავის არა. ელ დედამიწას მოვსპობ და სულ ფეხებზე მკიდია. ვაიმე, სად მოხდებიან? მე ბუკუნდუსი იცი შენ დემონი სახე გავაძრე მაგა შენ ჩემი ფეხები დიდთავა. ხარ ნუ დაგღალე ბიჭო რა ყელში მაინც არ ამოგივიდა მაგ სიტყვების სახილი ბუკუნდუს სახე გავაძრე ჩემი ფეხები ხარ დავიღალეთ რამე ახალი მაინც თქვი ახალი გინდა სელუჯი იცი საიტი მე გავაკეთე შენ ჩემი ფეხები ხარ არავინ არ ხარ აუ ტიპს ერთი ბიზნესი გაუვარდა და გადაგვაჭამა თავი ჯერ სათახარ ძმა დაიცა გავიზარდო მე წარმატებული ვიქნები შენ კიდე თოხმასტერი ყანაში წადი და თოხნე თოხმასტერი ყავაში. ჩემო მე ბიზნესში წილი მაქვს პაჭოს კიდე არ აქვს და ხო გაითხო. რაღაცა ხო უნდა მოვიფიქროთ, არა აქ რისთვის ვართ? კი მაგრამ ვერ ხვდები იცი სიმართლის ზარს ადამიანის საიდუმლოს გამოაშკარავება შეუძლია ზვიგენის ხორხი პორტალს ხსნის ყველგან მუტრუკაცია ძალას გაძლევს მაგრამ აქედან არც ერთი არ ჟღერს ისე საშიშად რომ მთელი პლანეტის განადგურების გვეშინოდეს პრობლემა მათ გაერთიანებაშია. სიმართლის ზარი ცალკე თუ დაფარული სიმართლის გაგებაში გეხმარება. დანარჩენ ორნივთან შეერთების შემდეგ ის უბრალოდ სიმართლეს კი არ აშკარავებს, არამედ თავად ქმნის სიმართლეს. რისიც ყველას ჯერა. მოიცა ანუ მე რომ სამივე ნივთი მქონდეს და ვთქვა პაჭო ერთი დიდი პარტახია თქო მართლა პარტახად გადაიქცევა თან კი თან არა. პარტახად არ გადაიქცევა, მაგრამ ყველა ეგრე იფიქრებს. ანუ უნივერსალური ცოდნა იქნება რა რომ პაჭო ერთი დიდი პარტახია. ნებისმიერ ადგილას თუ პლანეტაზე ყველანაირი კამათის და ეჭვის შეტანის გარეშე. თუ დებილი ვარ რა ეს კატაკლიზმასთან რომ მივათრევდი ამ ნივთებს ჩემთვის ვერ დავიტოვე საერთოდ რას ნიშნავს ეგ სიტყვა რა პარტახი რის პარტახი სულ ღლიცინი შეიძლება კაცო, ჩვენ ახლა ისეთი ძლიერი არსების მოსვლას ველოდები, რომლისთვისაც არ არსებობს ადგილი და განზომილება, სადაც ვერ მივა. არ არსებობს არსება თუ ძალა, რომელსაც ვერ გადააჭარბებს. აბსოლუტურ სიმართლეს ფლობს. ტიპი თუ იტყვის რომ პოლიკა მკვდარიაო, მართლა იფიქრებ რომ მკვდარი ხარ და მკვდარივით მოიქცევი, ანუ მკვდარი იქნები რა. თუ იტყვის რომ პოლიკას მამა ორანგუტანგიაო, გილოსავ ახლა მაიმუნების ოჯახიდან ხარ. და აქ შენ რაღაც პარტახებზე მელაპარაკები, შვილო, საქმე ძალიან სერიოზულადაა. და ვაფშე რა უნდა ვქნათ ეგეთი ტიპის წინააღმდეგ ძმა თვალში თითივად დაკოთ რომ მოვა თუ რა გეგმაზე მელაპარაკები ყველა უნდა დავიხოცოთო და არ ჯობია მანამდე ისეთი რამის კეთებით დავკავდეთ რაც გვევასება და რა დანებდით კაცო ბოდიში ბატონო მაჯიკა მაგრამ არც მჯერა ამას რო ამბობ მაგრამ პოლიკას ვეთანხმები კატაკლიზმას წინააღმდეგ რომელსაც მანქელა ძალა აქვს ჩვენ რა უნდა ვქნათ დარჩენილი დროს ჯობს არ გავფლანგოთ ტურამ თან წაიღე ჩვენი სიცოცხლეც თან წაიღე ტურამ ყველა მოგდები აუ პოლიკ მი დედა მომწყდა ეს ფეხი მძრება მგონი საერთოდ ძალიან ცუდად დავარტყისე მან პატრონი კაი დამშვიდი კაცო არაფერი სანერვიულო არა გაქვს თუ ეგ ფეხი მართლა არ გჭირდება რამეში ვთქვი მე და თვალი ფანჯრისკენ გავაპარე ოგაჩუმდი კაცო რა სუშენი ბრალია რამდენი ვამპირი უნდა მოკლათ სანამ ინფორმაციას მოგცემ ყველაფერს გაიგებთ თავის დროზე კაცო და აუცილებელია რომ მანიაკებით დავერიოთ ამ არსებებს იმ ტიპს უბრალოდ რო გაუჩეჩქვე თავი შეშლილი დონის აქციელი როა იქ მაგდეს აცნობიერებ ხო აუ ხალხო ჩემი ფეხი აი მაგინებს პირდაპირ თან უეჭვენი უნდა გადავასხასან მე საპირფარეშო მჭირდება გადავასხასან ყოფილში და იქ პირფარეში რამდენიც გინდა აქ რო ვიპირფარეშო არ შეიძლება დიდი ბოდიშის მოხდით აქ ნუ ვიპირფარეშებთ რა ხვეწერე რაც უნდა კაცო ამას ამდენი წვალება სულ კაცები ვზივართ აქ მიდი ფანჯარა ჩამოწია ფანჯრიდან არის პირფარეშო არის პირფარეშო რატომ შევიკრიბეთ რა სიცივია მოვიდა ზამთარი გაიოს მიდი ფანჯარა დაკეტე უკვე დაკეტილია უფრო დაკეტე თორე ხო ხედავ პინგვინები შემოდიან ამ თქვენი რეაქციით თუ ვიმსჯელებ ანტარქტიდა იქით ხო ხო ბიჭებო ასეთი ამბავია მე და ჭახანამ ვიფიქრეთ რა მოიცა რომელი საათია ეგ რა გიჭირავს ხელში ახალი ტელეფონი რა რომელი 16 Pro Max-ი სელუზე მოვიგე შე ამას ვინ მოგცა მას საერთის გამოყენების უფლებაში პარტახო რას ქვია ვინ მომცა ვისაც უნდა ის გამოიყენებს აუ დაიცა ერთ წუთს ძმა
ალო, ნიკა, რა ხდება ძმაო? რა და აგერ ერთი პარტახი ადამიანია და სეულზეო ტელეფონი მოვიგეო. ხო და აწირო ვიცოდეთ რა პაჭო კაკაჩია თუ მონაწილეობას მიიღებს არაფერი არ მოაგებინოთ. რას ქვია ჩაწყობა არ შეიძლება. მე მეგონა საქართველოში ვცხოვრობდით. ოკაი ხო, კაი. კაი დამშვიდი პოლიკ რა მოგივიდა. აუ პაჭო კაკაჩია კატაკლიზმა თუ მოვა და შენ არ მოკლავს აი ამ ხით გაგიჩეჩქვავ თავს. ზუსტად მაგ თემასთან დაკავშირებით შეკრიბეთ აქ. შენ კი იძახი პოლიკ რო კატაკლიზმა აქ მომსვლელი არაა და არ ამოგხოცავსო, მაგრამ იქნებ მოდის. მოკლედ ჩვენ 64-შიც ვართ დამყოფები, ზოგი ჯოჯოხეთშიც. ანუ ორივე არსებობს, ხო და თუ დემონი უნდა მოვიდეს ჯოჯოხეთიდან ჩვენს დასახოსთან, არ გინდათ წავიდეთ და მამაოს მაინც გავესაუბროთ, დაგულოცოს არ რამე? სერიოზულად? ჩვენი მამაო? ხო, ხუჭერაა ნასაბართლები, მაგან რა უნდა დამლოცოს? ბიჭო, ეგ მაგის ახალგაზრდობაში იყო. ახლაც ეგეთი კი არაა, სულიერი განვითარება ისაა, ეგეთი წარსული და რომ შვიდ დაგაწონასწორებულ ადამიანად გადაიქცევი. ან რატო ღუნავ ტვინს ჯოჯოხეთში შენ მოხვდი ისედაც და მეორეთაც ვაი და რამე მოხდეს კიდე იქ რო გაიჩიტო გინდა? დავკეტე ფანჯარა. ისე რა საკეტილი იყო, მაგრამ გავაღე და თავიდან დავკეტე. გუშტენს. ой, გაიოს. რანაირად მომეპარე ბიჭო, გამისხდა გული. ვაიმე რა ჩათლახია ვითავა. ვა, კობა დაგვიბრუნდება ვითომ? გონი კი? თუ არა? ვაი. კობა არ ჩანს აშკარად. ხო იცი აქ რატომაც ვარც? რავი, ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ფუგუნდუსი არ გელაპარაკა შენ, ანუ იმისთვის გამოგვიშვა აქ რომ თარსულა დაზვერეთო, გაიგეთ რა ხდებაო. რა უნდა დავზვეროთ? რა არის დასაზვერი? რა ვიცი კაცო, დაზვერეო და მე რა მეთქვა, ხო არ მოვაკლევინებდი თავს. ხო, ეგეცა. მოდი ვეღადაოთ ვინმეს. ბოლოს დედამიწაზე როდის იყავი? არც მახსოვს ბოლოს აქ როდის ვიყავ. მოდი აი იმას ვეღადაოთ, აი, ნახე აუ, რას მაგარი დაბოლილია. ხდება რომ დამინახავს. მიდი. ჩემი ძმა, ერთი მომაწევინე რა. აძმა ვაიღე. მადლობა. რა მოხდა? რა ვიცი, რეაქცია არ ქონია. არ შეეშინდა კაცო? არა, მოიცა, ვიცი რასაც ვიზამ. ფეხებს მოვიძრობ და ისე მივალ, მე მაინც ხო შეეშინდება. მიდი. ჩემი ძმა, ერთი ღერი მომაწევინე რა. აძმა ვაიღე. რაო? არაფერი ისევ რეაქცია არ ქონია. რა არის კაცო, რა ხდება ამ პლანეტაზე? დემონებისაც აღარ ეშინია ამ ხალხს? მოიცა, ვიცი, ახლა ტანსაც მოვიძრობ და მარტო თავი მივალ. მე მაინც ხო შეეშინდება. მიდი. ეს ყველად ცინის ბიჭო. ჩემი ძმა, ერთი ღერი მომაწევინე რა. მე კი მოგაწევინებ ძმაო, მაგრამ ხო ხედავ წყენს ეგ დედა მოლე. არ მჯერა რომ მაინც მოგიყვანი აქ რა. ჯერი მღდელმა რო გაიგოს რა ებიც მაქვს ნაკეთები, აქეთ დამწყების რო ჯოჯოხეთი არ ამცდეს და ის რო გაიგოს, აი იმენა მაგისთვის რა ებიც მაქვს ნაკეთები, ჯოჯოხეთში ალბათ პოსტით გამიშვებს და იქ თვითონ მაწამებს მერე. პოლიკ, მე 1000-ად გეუბნები, არ არის ეგეთი კაცი თქო. შეიძლება შენი სულის გადარჩენის ერთადერთი გზაა ეს და ნუ გაანიავებ შანსებს. ეს რა არის საერთოდ, რა ყუთია? უიმე როგორ ყარს? ეგონება შიგნით ვიღაცა მკვდარს კუნძ დააკუაო. ფუ მართლა რა სუნია. იმარა ეკლესია მოპირდაპირე მხარეს არა, ამ საცავში რატომ დაგვიბარა? ან რა დევს ამ კუჭი, რანაირი სუნია? ვაიმე, აყროლებული ყუთი შიგ თავსიდან არსება ამოძრა. ნიკო, ეიოთხი აი წერს. ისე მე ვფიქრობ, რომ პოლიკას მამა არის პაჭოს მამა და პაჭოს მამა პოლიკას მამა, იმიტომ რომ ძალიან გვანან ერთმანეთს. იმედია პასუხს გამცემ. რა ვისი მამა ძმაო? რას ბოდიალო? კომენტარებს კითხულობ. რა კომენტარებს? აი, თქვენს ვიდეოზე რა კომენტარებსაც წერენ. აბა, მომავალ კომენტარამდე. წესაჯანდობა იყო. პაჭო, ერთი ამიხსენი. არსებამ, რომელიც აყროლებული ყუთის შიგ თავსიდან ამოძრა. რატომ თქვა რომ მამა ჩემი, მამა შენია და მამა შენი, მამა ჩემი? არ ვიცი, პოლიკ, წარმოდგენა არ მაქვს. ბავშვებო, როგორ გამიხარდა რომ მოხვედით? ბატონო ღვთისო, პირიქით მადლობა თქვენ. უბრალოდ ღვთისო დამიძახეთ. აბა გისმენთ. მოკლედ, ასეთი ამბავია. დიდი შანსია რომ თავს დემონი დაგვესხას და მთელი პლანეტა გაანადგუროს. ადრე როცა მსგავსი რაღაც ხდებოდა, პოლიკა ჯოჯოხეთში მოხვდა, ჩვენ 64-ში, ხო და გვინდოდა მოსულიყავით, იქნებ დაგულოცოს მამაო თქო, რომ თუ მართლა ამოვწყდით, ყველა 64-ში მაინც მოხვდეთ. ო, აი, დაგიჯერა პირდაპირ. რა არის დაუჯერებელი? თარსულაში თქვენზე ბევრად დიდი ხანია ვცხოვრობ.
იმდენი რამ მინახავს ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ 64-ში მოხვედრისთვის დალოცვა არ კმარა ბავშვებო. ეგრეც ვიცოდი რა, შესაძლისი უნდა ჩავყაროთ ფული და მერე მოხვდებით, ხო? შენს ასაცილო ხარ, მაგრამ არა, ღმერთს თქვენი ფული არაფერში სჭირდება. მხოლოდ ბიტკოინი. ხოლოდ ბიტკოინი. აბა ახსარება უნდა ჩავაბაროთ, რომ ღმერთმა გვაპატიო შეცდომები? ახსარება კი უნდა აბაროთ, მაგრამ ესეც არაა საკმარისი. საკითხს ყველა სხვადასხვანაირად უდგება ბიჭებო. ზოგი იმასაც გეტყოდათ, მიდი ფული ჩაყარე, ლოცვები იკითხე, წირვებზე იარე და მორჩაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მეუბნებიან შენი აზროვნება პრობლემებსაც კი შეგიქმნის მომავალშიო, მაგრამ რისიც გულით მჯერა იმას ვამბობ. ვერც ახსარება, ვერც ლოცვების კითხვა და შესაწირში ფულის ყრა ვერ გიშველის. თუ მზად არ ხარ, რომ პირველ რიგში შენივე თავს აპატიო იცოდვები, რომლის მიტევებასაც ღმერთს თხოვ, რადგან ღმერთი მართალია ზუსტად აქაა, ბავშვებო. ჩვენში. როცა ძალას ვიპოვით, რომ საკუთარი თავის მიმართ ვიყოთ მიმტევებლები, შემდეგ შევძლებთ, რომ სხვებსაც ვაპატიოთ და ღმერთიც გვაპატიებს. აბა ასე მარტივი რომ იყოს, მიდი ეკლესიაში ლოცვა იკითხე და 64-ში მოხვდე. ასეთი კაი რჩევები სხვათა შორის ამ ანიმაციიდან მგონი რომ საერთოდ არ გამიგია. არ ვიცი. თუ რამე მსგავსი იდეალური რჩევები მოგისმენიათ ამ ანიმაციისგან, დამიწერეთ რამე თუ არ მახსოვს თუ არა და დიდი რესპექტი ჩემგან შემოქმნით. დებიო ჯოჯოხეთი გადატენილი კი არ იქნებოდა. ჩემს თავს უნდა ვაპატიო? რაღაცა მახეს გავსე, რა უნდა ვაპატიო? ჩემს თავს არაფერი არაა საპატიებელი. ისე მიცხოვრია მე, რომ ნუ თუ არ ჩავთვლით სუბუქ ხანძრებს, თაღლითობას, ცოტა ყველაფრის ქურდობას. ისე ის გაგვაგებინე, ეს რა ყუთებია, სად დაგვიბარე? ეს შემოწირულობებია, ხალხი რაღაცებს გზავნიან ხოლმე ეკლესიაში. აქ ზუსტად იმიტომ დაგიძახეთ, რომ თქვენი დახმარება მჭირდება. ეს ყუთები უნდა შევამოწმოთ, გადავარჩიოთ, რა ვარგისია, რა უვარგისია და მერე ეკლესიაში შევიტანოთ. თუ არ შევამოწმეთ, ხანდახან ზოგი უგუნური ისეთ რაღაცებს გზავნის. ერთი ყუთიდან რაღაც არსება ამოძვრა, რომელიც მამა ჩვენზე ლაპარაკობდა. კი, ხდება ხოლმე. კაი, აბა გაიოს და პაჭო, დაიწყეთ ყუთების შემოწმება და მე დაგაკვირდებით. 1 2 და 3 ტეტა გული მაწუხებს უკვე გადასცემს ეთყობა ფეხი და სადაა ექიმი კაცო? ბიჭო წადი და მოიკითხე ხო იცი აქ თუ არის ჩხუბე ისი არაფერი არ გამოვა ოხ გამარჯობა რა გვაქვს ფეხი ვიტკინეთო თავს არ ვუფრთხილდებითო გვიყვარსო ეს ჩხიტედელაობაო და პორტიალიო ხებზეო 1 2 და 3 შენ თავი ყველაფერს მიარტყი თქვენ კუკადარჩიძე არ ხართ 9 წლის მე მაილი ვარ კაკაჯია ძალიან კარგი მაგრა არ მევასება ეგ ბავშვი მაგრამ დედამისი აი ძალიან წარმოსადეგი კალბატონი და ფეხი ტკივა კაც ფეხი კარგი აბა შევხედოთ ვაიმე რა ხდება დღეს შაბათია ხო კი ფუ შავი პარასკევი გავმაზე ფეხი ტკივა თქო კაც ფეხი კარგი შევხედოთ აბა მოსაჭრელია რა ეს შარვალი ცოტა ძირებშია მოსაჭრელი აი გრძელია რა შარვალი კაცო ფეხი როგორ მაქვს უნდა მომაჭრანთო და მომაკვნიტო თუ რა უნდა ქნან ოი ხაბა ეგ რა ვიცი კაცო რეგვენი უნდა გადავუღოთ რენტგენი ვიხდე ექიმობას მოსწავლო ახლა ვაიმე დედა რეგვენს გადავუღებთ დაველოდებით პასუხებს და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ უკვე მოგვიანებით დამიშვი ერთი ეხლა მივხვდი ზუსტად სადაც უნდა ვიპირფარეშო მე თუ ვიზეც უნდა ვიპირფარეშო მოდი აქ დიდი მადლობა ბიჭებო კარგათაც ვილაპარაკეთ რაც ერთ დღეში შემეძლო მე თქვა გითხარით ყველაფერი კაი, მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე რა, აი რას ნიშნავს ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს? ასეა. მეგრელებით? დაგემშვიდობებით და ხვალ გელოდებით. რა ვიცი რა, რაღაცები ვერ გავიგე მე. რა ყველა ერთნაირად უყვარს და შენ თავს აპატიე და მე რა გავიგე იცი ზუსტად? შენ ისევ ჯოჯოხეთში მოხვდები. არა? გაიოს. რავი პოლიკ სავარაუდოდ არსადაც არ მოხვდებით. რატო იცი? არაფერიც არ მოხდება. ტყუილად გვეშინია. მე რამდენად უნდა გითხრათ, რომ სულ ეს სამყარო განადგურდება, ესა ისა, სხვები ადიდება, საჭამო იქცევა. მე რამდენად ხდება ასეთი რამე? როდეს მე ამოვწყვეტილ ვართ? რაღაცა ხდება. დაიწყო. კატაკლიზმა აქა. კონტრუშაგელა. თქვენ სიცოცხლე გინდა ჩემოდით. მოშორდი აქედან. მამის მინეძმაო, თუ სიცოცხლე გინდა შემოდით ხო? გეხვეწო რომ გადაგარჩინო თუ რა? კატაკლიზმა ვერ მოგვატყუებს.
პორტალს ვერ ვხსნი. კატა არაფერ შუაშია. თუ სიცოცხლე გინდათ შემოდით. სხვა გზა არ გვაქვს. შევედით. ვა, გაიშვითა ფულკუნდუსი. დაერხავ. არ დამთავრდე რა. რას ქვია არაფერი არ მჭირს კაცო. ფეხი მტკივად ხო რო ვიძახი და ვერ ვაბიჯებ თქო რა ხდება? Holy shit! რა გააკეთა ბიჭო? აუ ეხა მორჩება. არა. რა მოხდება? არ ვიცი, დავთავრდა. ვა! საინტერესო დასასრული იყო ჩემის აზრით. არ ვიცი ხა მე ჩემს იდეას გეტყვით, რა შეიძლება როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და შეუძლია თუ არა აქვს შემოქმედს უკვე იდეა რა უნდა გააკეთოს მომდევნო ეპიზოდისთვის, შეუძლია ჩემი იდეაც გამოიყენოს. მაგალითად თუ გახსოვთ ერთ-ერთ ეპიზოდში პოლიკა რო გაიჩითა, ანუ პოლიკა რო იყო და უკანა ხედზე რო პოლიკა გაიჩითა რო გაირბინა თუ რაღაცა, ბევრმა დავაფიქსირეთ, ხო? ნუ ეს თვითონ და რეაქციის მომენტში ვერ ვნახე, მაგრამ ბევრმა დავაფიქსირეთ ეგ მომენტი. ჩემის აზრით, ნუ ეხა დედამიწა იდეაში გაანადგურა ვითომ იმ ფუკუნდუსმა და ნუ დროში მოგზაურებენ უკან ეს ჩობნები 4-ვე და ნუ რაღაცა ესე განვითარდება მოვლენებში იმ ძველ სერიებში, ახალი სცენარით და ახალი იდეებით დაუბრუნდებით ჩემის აზრით და იმიტომ იყო რომ ერთ-ერთი სპოილერივით იყო რომ ჩანდა წინა ერთ-ერთ რომელიღაცა სერიაში, ზუსტად არ მახსოვს რომელი სერია იყო. ერთ-ერთ სერიაში რო ჩანდა პოლიკარტე. არ ვიცი, დაწერეთ თქვენი იდეები კომენტარში, ეს არის ჩემი იდეა და ჩემი ვარაუდი, თქვენ რას ფიქრობთ, დამიწერეთ კომენტარებში. ასევე და გავიწყოთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა, შემოქმედის არხის და გამოწერა, მე კი დიდი სიყვარულით და მადლიერებით ვცნობით უკვე დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. სასტავი.